მეცნიერები 4 საფეხურს გამოყოფენ იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს პლანეტურმა გონმა ჩვენი მომავალი. უმწიფარე ბიოსფერო, განვითარებული ბიოსფერო, უმწიფარი ტექნოსფერო და განვითარებული ტექნოსფერო. პირველი, ეს არის უმწიფარი ბიოსფერო. ადრეული დედამიწა, რომელზეც მიკრობები უკვე არსებობდნენ, თუმცა მცენარეული საფარი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ზემოხსენებულ მასშტაბურ ცვლილებებს ვერაფერი იწვევდა. განვითარებული ბიოსფერო 2,5 მილიარდიდან 540 მილიონამდე წლის წინანდელი დედამიწა, სადაც სტაბილური კონტინენტები და მცენარეულობა უკვე არსებობდა. ფოტოსინთეზიც მიმდინარეობდა. ატმოსფეროში კი ჟანგბადი და ოზონის შრე იყო. ანუ ბიოსფერო პლანეტის სიცოცხლის უნარიანობაზე მოქმედებდა. უმწიფარი ტექნოსფერო ახლანდელი დედამიწა საკომუნიკაციო სისტემებით, ტრანსპორტით, ელექტროობით, კომპიუტერებითა და სხვა ტექნოლოგიით. ასეთ ტექნოსფეროს თვითგანადგურებისკენ მივყავართ. განვითარებული ტექნოსფერო დედამიწა, სადაც ტექნოლოგიური სისტემები პლანეტის სასარგებლოდ გამოიყენება ისე, რომ ბიოსფეროს არ აზარალებს, არამედ ევოლუციას მასთან ერთად განიცდის. ეს პლანეტა, რომელზეც ამდენი სახეობის სიცოცხლეა განვითარებული, დიდი ალბათობით თავად არის ცოცხალი. როგორ შეიძლება თავად მკვდარი იყოს რაიმე და მან სიცოცხლე შვას და ზარდოს? ასე რომ ზოგიერთი ჰიპოთეზა მხოლოდ ვარაუდი არ არის და ლოგიკას თუ მოვუხმობთ მის ჭეშმარიტებაშიც აღარ შეგვეპარება ეჭვი. მე მჯერა, რომ დედამიწა ცოცხალია და აზროვნებს. თქვენ?